ახლა ჩვენ საუბარს სტუმრებთან ერთად განვაგრძობთ კურიერის შეკითხვებს საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი მაია ფანჯიკიძე უპასუხებს. აღმშვიდობისა ქალბატონო მაია. მადლობთ რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. ქალბატონო მაია, მაუწყებლობის შესახებ კანონზე საუბარს ჩვენ ცოტა ხანში დაუბრუნდებით, მანამდე დღის ერთ-ერთი მთავარი თემის შესახებ, რომელსაც თქვენი გუნდი ერთ-ერთი პირველი საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა. აბაშიძის განცხადების შემდეგ ჩვენ ბევრი განმარტებას მოვისმინეთ მთავრობის წევრების მხრიდან და მაინც რა საფრთხეს ხედავთ თქვენ და რატომ შეგაშფოთათ პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებამ კარასინთან მოლაპარაკებები თქვენ დროსაც მიმდინარეობდა და რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას თავის დროზე თქვენც უჭერდით მხარს. რასაკვირველია ჩვენც უჭერდით მხარს, ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მაგრამ ამ მოლაპარაკებებს ჰქონდა ძალიან კონკრეტული მანდატი. ეს მანდატი იყო სავაჭრო ეკონომიკური სივრცის გახსნა, ეს იყო სატრანსპორტო მიმოსვლა, კულტურა, ჰუმანიტარული საკითხები და ასე შემდეგ. კარასინი აბაშიძის ფორმატის თემა არასოდეს არ ყოფილა საქართველოს ნატოში გაწევრიანდება თუ სიატოში. ამიტომ ამ განცხადებამ ჩვენ საფუძვლიანად შეგვაშფოთა და მინდა გითხრათ, რომ მარტო ჩვენ არა ვართ შეშფოთებულები. მე ვფიქრობ, რომ ექსპერტების განმარტებები, რომლებიც მოვისმინეთ თქვენს ეთერში, სწორედ იმას მოწმობს, რომ ეს მართლაც შემაშფოთებელი განცხადება იყო. ერთადერთი, ვინც არ შეშფოთებულა და პირიქით ეს სიამოვნა ეს განცხადება, ეს არის რუსეთი, რადგანაც დღეს რუსეთის საინფორმაციო საშუალებებში იყო ასეთი სათაურები, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე უარს ამბობს. აქედან გამომდინარე ძალიან სწორი იყო ჩვენი რეაქცია და იმიტომაც მოუხდათ მთავრობის წევრებს თუ სხვებს დღეს და თავად ზურაბ აბაშიძეს მეორედ რომ განცხადებები გაეკეთებინათ და განემარტათ თუ რას გულისხმობდნენ, რადგანაც ეს იყო ძალიან შემაშფოთებელი განცხადება და რო არა ჩვენს მიერ ამ განცხადებაზე ყურადღების მიქცევა შეიძლება მას ისე ჩაევლო, როგორც ჩაივლიდა სხვა შემთხვევაში იმ ფონზე, როდესაც არსებობს ძალიან ბევრი პრობლემა, იქნება ეს ლარი თუ იქნება ეს სხვა თემა. ქალბატონო მაია, როგორ ფიქრობთ დღეს საქართველოს მთავრობაში ვინ აყალიბებს საგარეო კურსს? ანუ თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე აბაშიძის ამ განცხადების უკან ვინ დგას? ღარიბაშვილი თუ ბიძინა ივანიშვილი? გუშინ რამდენადაც მე ვიცი იყო კრიზისების მართვის საბჭოს ხდომა. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამ ხდომაზე შემუშავდა ის განცხადება, რომლის გახმოვანებაც როგორც ჩანს დაავალეს ბატონ ზურაბ აბაშიძეს. ბატონ ზურაბ აბაშიძე, როგორც ალექს პეტრიაშვილმა აღნიშნა დღეს, არის ბიძინა ივანიშვილის დანიშნული სპეციალური წარმომადგენელი, მისი პირადი წარმომადგენელი იყო იგი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში. მე არ გამოვრიცხავ, რომ კონსულტაციები ჩატარებულიყო მასთანაც, მაგრამ ფორმალურად, როგორც ჩანს, ეს განცხადება გადაწყდა სწორედ გუშინდელ ხდომაზე. მე აქ მინდა ვთქვა, რომ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, გამოცდილი დიპლომატები და პატრიოტები, განსაკუთრებით სამხედრო პოლიტიკური დეპარტამენტი დარწმუნებული ვარ, რომ შეშფოთებულია იმითი, რაც მოისმინეს, ეს არავითარ შემთხვევაში არ არის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწერილი ტექსტი, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრს უნდა მოეხდინა ამ ტექსტის კორექტირება და არ უნდა დაეშვა ის, რომ ასეთი სახით გასულიყო იგი მედიაში. და კიდევ ერთი საკითხი, ქალბატონო მაია, რომელიც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დღეს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში. როგორც ვიცით, თქვენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრისას ამ კანონზეც ისაუბრეთ. როგორი იყო მათი პოზიცია? ეს კანონი შეიძლება თავისთავად ძალიან სწორი და კარგია, მაგრამ ყველაფრის დაბრალება ევროკავშირისთვის არის პრინციპულად არასწორი, ეს სხვა შემთხვევებშიც ყოფილა და მე ამას ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი. პირველ რიგში ასოცირების ხელშეკრულება იმითია კარგი და სასარგებლო საქართველოსთვის, რომ მან უნდა მოაწესრიგოს ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ, მაგრამ ყოველთვის უსვამდი იმასაც ხაზს, რომ ძალიან ბევრ საკითხს აქვს გარკვეული ვადა, რომელშიც უნდა მოხდეს მისი შესრულება. ასევე სამართლიანად თქვა თქვენს წინა კომენტარში, რომ 3-დან 5 წლამდეა გათვალისწინებული ამ კანონისთვის და არაფერი საჩქარო მისი მიღება დღეს ასეთი სახით არ იყო საჭირო. ასე რომ მე ვიზიარებ იმ ეჭვს, რომელიც არსებობს, რომ იგი იყო მიმართული რამდენიმე კერძო ტელეკომპანიის წინააღმდეგ. თორე საერთოდ რეკლამის საკითხი, რომ მოსაგვარებელია და კანონმდებლობა ამას უნდა არეგულირებდეს, ამაში რასაკვირველია ორი აზრი არ არსებობს. როგორ ფიქრობთ, უნდა გამოიყენოს თუ არა პრეზიდენტმა ვეტოს უფლება და გამოიყენებს თუ არა?
იცით რა, მე ხლა ამ საკითხში ისეთი ჩახედული არა ვარ და ამიტომ ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ. მე იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი მოიქცევა ისე, როგორც უკეთესი იქნება საერთოდ მედია სივრცისთვის და სიტყვის თავისუფლებისთვის საქართველოში. და ჩვენი საუბრის ბოლოს გალბატონმა უნდა კითხოს ლარის კურსის ვარდნაზე. როგორ ფიქრობთ, ეს მხოლოდ ეკონომიკურ ფაქტორებთანაა დაკავშირებული? წინა ინტერვიუში ყოფილმა პრემიერმა გააკრიტიკა მთავრობის სავიზო პოლიტიკა და თითქოს თქვენსკენაც კი გამოიშვირა თითი. თითქოს არა გამოიშვირა თითი და მე ამ გამოშვერას პასუხიც გავეცი. ლარის კურსის ვარდნას ალბათ განაპირობებს ბევრი საგარეო და შიდა ფაქტორი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ჩემი აზრით ეს არ უკავშირდება სავიზო რეგულაციებს. მე ეს განმარტება უკვე გავაკეთე და თუ გვაქვს 1-2 წუთი სიამოვნებით ვიტყვი. მაგალითად ითქვა ამას წინათ, რომ თურქეთიდან ტურისტების რაოდენობა შემცირდა. არადა თურქეთთან არანაირი ცვლილება სავიზო რეჟიმში არ არის, ისევე არის უვიზო თურქეთის მოქალაქეებისთვის, როგორიც იყო და საქართველოს მოქალაქეებისთვის პირიქით. ასე რომ ამას კარგი ანალიზი ჭირდება თუ სავიზო რეგულაციებმა რა გამოიწვია. მე აქ ორ რამეს ვიტყვი. ერთი ის, რომ მე ვეთანხმები იმ რეგულაციებს, რომელიც შემოღებული იყო ბევრი მიზეზის გამო და მეორე, თუ კი ეკონომიკური ბლოკის მიერ არის გამოთქმული რაიმე პრეტენზია, ამ პრეტენზიების ადრესატი არ არის საგარეო საქმეთა მინისტრი. დიდი მადლობა, ჩვენ გვესაუბრებოდა საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე.